ოღონდ რამდენიმე პირობით. მხოლოდ ერთი ღამე. ამის შესახებ არავინ გაიგებს? და ეს შემდგომ თანამშრომლობაზე არ აისახება. სხვა? სულით არის? ხოლსი მავე ღამეს ავიღებ. ხელზე. როდის? ხვალ. კარგად ვიქნები? რა თქმა უნდა, კან. მეიდე იქთან ზღახები. მე და დედიკოგი დავილაპარაკებთ. კარგი. გამოდი. მდგომარეობა გაუარეს და ათილაბეი. ფული ვიშოვე. დონორს დაელაპარაკე და უთხარით რომ ჩამოვიდეს. შეღრაზათანი, მე კი დავილაპარაკები მაგრამ. ათილაბეი. ფული ვიშოვე. ხვალ მოგიტანთ. ხვალ? დიახ. ეს ჩვენი კომპიუტერული ლაბორატორია, ნახე? კარგია. რამდენი კომპიუტერი დგას? არ ვიცი. რამდენია ონურ? მაჩვენე დედა. მართლა კარგი გამოსულა. ონურ. ისმენ. ლაბორატორიაში რამდენი კომპიუტერი დადგით? 30. ძალიან კარგი. მართლა არაჩვეულებრივი საქმე გაკეთდა ფერიდე. მუსინ აქსალის სახელობის ტექნიკური ლიცეუმი. მე მიფიქრებდა. რა კარგია არა? იმედია მალე მამა შენი სახელობის ლიცეუმს შენს გახსნი კერენ. შენ იცი. აი ჩვენი ქიმიის ლაბორატორია. არ მინახავს მაჩვენე. ასე? როგორი გამოვიდა? დღეს წავალთან ახავ. მინდა გახსნამდე ყველაფერი კიდევ ერთხელ შევამოწმო. მერე კი ჩვენთან წავიდეთ. ბივახშმოთ. კარგი. უბრძამხვალ ონურ. ამ საღამოს ამცალია სევალჰანი. ვერ ზამოვალ, საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? საქმე მაქვს. რა გიგვირს? დედა, ძალიან გთხოვ. არა ბუქეთ, ხომ გითხარი? ხო, მაგრამ ოთქეს დედა მოყიდა თაცისფერი. ნუ გამაბრაზებ. რა მოხდა დედა? ადიმ ახლა შეძასთან. დედა. პაპა ავად არის, ხმაურმა არ უნდა შეაწუხოს. რა გინდა შულო? არაფერი მამა. მის მეგობარს ქოშები უყიდეს და დაიჩემო მეც მინდაო. რადგან ბავშვმა მოინდომა, უნდა უყიდო. ბავშვს არ უნდა ეწყენინა. ხომ გაიგონე, პაპამ გითხრა უყიდო. არ არის საჭირო, მამა. მოდი პაპასთან, მოდი. მხოლოდ ქოშს იყიდით, კარგი? კარგი, პაპა. მამა. არ მოდიხარ? თავს შეუძლოდ უგრძნობ შვილო. ავად ვარ. შენ წადი. შეიძლება შუა დღის მერე შემოვიარო. რამეს ხომ არ დამაბარებ? არა. მალე გამოჯანმრთელდი. დედა? ნახვამდის შულო, წარმატებას გისურვებ. მადლობ. დავედი, ნახვამდის. დღეს დედა ჩემს რა სჭირს? მამა ჩემზე ენაწყენი? შენ როგორ გონია ალიქემა? ალბათ იმ ამბავზე. მამა მაჰმედის ბავშვ ოპერაციის ფული რომ არ მისცა. ისიც რა უცნაური ქალია. ერთხელ ხომ უთხრა უარი, რამდენჯერ უნდა შეაწუხოს? არ ვიცი. საკუთარ თავს დააბრალოს. ასე ხდება, როცა მიდიხარ და მშობლების ნებართვის გარეშე ცოლი მოკავს. კარგი რა. სხვის ბავშვზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მაქვს. ჩემი პრობლემებიც მყოფნის. ხომ კარგად ხარ? ჩემს ამბავს კითხულობ თუ შენი ბიჭისას? ორივესას. ნახვამდის, წარმატებულ დღეს გისურვებ.
Kaldırıyorum. Çupras avalagib. Kaldır. Alagi. ყველაფერი მткივა. მაგან გალებს. Ცაცხვი შაი მოგიდუხოთ, მამა, მოგიხდებათ. ვიცი რაც მომიხდება. შენი დედამთილის გაკეთებული პიტნიანი მაწვნისწვნიანი. კარგი. ნადიდეჰანი მწადი წვნიანი მომიხარშე. შენ რომ იცი ისეთი პიტნით და ბლომად გარაკით. იმეთ, ბურჰანბეის მაწვნისწვნიანი მომზადე. ამდილა უთენია? ნიმეთის გაკეთებული რომ მინდოდეს თვითონ ვეთყოდი ნადიდეჰანიმ. შენი მომზადებული უფრო მესია მოუნება. მოგიმზადე ბურჰანბე. დამაცადე ჩაქაცვა. აი ასე. შუა დღეს თუ დაიცინებ, რომ მალე გამოკეთდები. შევთანხმდით? ამ საღამოს სად მიდიხარ, დედიკო? ერთ მეგობართან. ძალიან მჭირდები. უნდა დავეხმარო. ბატონ არ მიყავარ. კან. არ მოიწყინო. ამ საღამოს შენთან ბენუ დეიდა მოვა. ხამით არ მოხვალ? ხვალ დივას ხომ მოხვალ? მოვალ. ბენუ მოვიდა. მიდი შეეგებე. კაბელების ჩაყრის გეგმას მხოლოდ 3 დღით ჩამორჩებით. სხვა პრობლემა არ არსებობს. დაგვიანების მიზეზს წერილობითი სახით თუ განგვიმართავთ, კარგი იქნება. საჭიროების შემთხვევაში კრებას მოვიწევთ და დეტალურად განვიხილავთ. დიახ, როგორც ეთქვით. გამომართვე. დუბაიში როდის მიემგზავრები? არ ვიცი, რაღაც საკითხები კიდევ მაქვს გასარკვევი. არ მისმის ამდენს რა სარკვევი. პროექტის ხელმძღვანელად ნამდვილი პროფესიონალი დანიშნე. ვის გულისხმობ? საოცარია არ გახსოვს პროექტის ხელმძღვანელად მინდა ვნიშნე. შეჰრაზადზე გეუბნები. ჯერ ვერ ვიცით საქმეს თავს როგორ გაართმევს. ონურ ვერ ვიჯერებ, ამ ბოლო დროს რა ეჭვიანი გახდი. სხვაგვარად არ შემიძლია. მილიარდიანი პროექტის სრულიად უცნობ ქალს ვანდეთ. არ მისმის ასე მშვიდად ყოფნა როგორ შეგიძლია. ადამიანების ამოცნობა შემიძლია ონურ. რადგან ვამბობ რომ ნდობა შეიძლება უნდა ენდო კიდეც. რა საკითხში? ყველა საკითხში. დარწმუნებული ხარ? ხო. კარგი. მაგრამ აჯობებს არ ენდო. გამაგებინე რატომ? კარგი, ამაზე ნოღარ ვილაპარაკებთ. ონურ რა ხდება? რამე შეამჩნიე? თუ ასეა გამაგებინე, მეცხოვ უნდა ვიცოდე. არა, რა უნდა შემემჩნია, უბრალოდ ვამბობ ნდობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა მეთქი. მენდე ყველაფერი კარგად იქნება. იმ ხალხს პროექტი უკვე გადავაბარეთ. თავს თუ ვერ გაართმევს, მუშაობა ჩვენ მოგვიწევს. გაერთმევს თავს ონურ. დღეს ლიცეუმი დავათვალიეროთ, საღამოს კი დედებთან ერთად სადმე დავსხდეთ. ხომ იცი ერთმანეთთან საუბარი როგორ უყვართ? ხომ გითხარი ამ საღამოს არ მცალია? რა საქმე გაქვს? ისეთი რა ხდება, რაც მე არ ვიცი. მიპასუხე. ქალს უნდა შევხვდე. ესე იგი ქალს უნდა შევხვდე. ძალიან კარგი. ვიცნობ? არა. ერთმანეთისად გაიცანით. რა მნიშვნელობა აქვს? გასაგებია დეტალებს არ მეუბნები. ასეა. მისმინე, ეს სერიოზულია? თუ სერიოზულია და არ მეუბნები, იცოდე მეწყინება. რა სერიოზული? ერთი ღამის თავგადასავალია. ერთი ღამის თავგადასავლისთვის მეტისმეტად სერიოზული შენ ხარ. რაღაცას მიმალავ, ხომ ასეა? არა, უბრალოდ უნდა გავერთო. კარგი, გაერთენ. მამაზეა? მასთან ღამის გატარება ღირს? არ ვიცი, ვნახოთ. ბურსაში ცხოვრობს. ჩემი ძველი მეგობარია. ძალიან დიდარია. დავურეკე და ვუთხარი ქანი ავად არის მეთქი. მითხრა თანხას მე მოგცემო. კარგი მეგობარი ყოლია. ერთი თხოვნით დაუფიქრებლად $150,000 გასისხამ. საოცარია. რატომაც არა ბენუ? დუბაის პროექტი ხომ დაიწყება? ვალს მთლიანად დავუბრუნებ. იმედი მაქვს მანამდე ხელფას მომნატებენ. შეჰრაზად. და სიმართლე მითხარი, ის შენი მეგობარი მამაკაცია? მამაკაცია? ამით რისი თქმა გინდა ბენუ? იმ კაცს მოსწონხარ, არა? რა სისულელეა. ხომ გითხარი ცოლი ჰყავს? ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. მე არქიტექტურაზე, ის კი საინჟინროზე. კარგი. მაგრამ იცოდე, ეს ამბავი არ მომწონს.
ის კაცი თავიდან რომ ვეღარ მოიშორო. რას ამბობ? ის ცოლსაც ვიცნობ. მანდან პატიჟა ჩამოდიო. რადგან ასია მითხარი. ქანს რა ვოჭამო და მისი წამლებიც მაჩვენე. კარგი. ისედაც ადრე იწინებს. ბენო, დიდი მადლობა რომ მოხვედი. ნიგარჰანი მამ საღამოს დარჩენა ვერ შეძლო. კარგი რა, მეგობრები არ ვართ. ხარხზე გადართე. შვილო, ძალიან ხმამაღლაა. ცოტა დაუწიეთ. ბუკეთ ვერ ხედავ, პაპა ავად არის. ტელევიზორს ხმა დაუწიეთ. ბავშვებს ნაუყვირი. დილანდელი მაწმისწვნიანი დარჩანა დიდეჰანიმ. დარჩა ბურჰამე, ოსპისწვნიანის მოვამზადეთ. შენთვის არ მიკითხავს ნიმეც, ნადიდეჰანიმს კითხე. დილანდელი წვნიანი დარჩანა დიდეჰანიმ. დარჩა ბურჰამე, ცხელდება. კარგია. მამა, გადართე. დღეს ჩვენთან ვედად დალმაზმა შემოვიარა. გედიქ ფაშაში ჩვენი მაღაზიის დაქირავება უნდა. მერე? წელიწადში $60,000. თვეში $5,000 მივაქირავე. $1,000 ბენ მაშინვე მომცა. მერე გამოვართვი? გამოვართვი. აი აქ მაქვს. ვინ გითხრა გამოვართვიო? მე ასე არ მითხარი? შვილო, ვის გაუგია რომ ვედათ დალმას ქირა ოდესმე პატიოსნად გადაეხადოს? ბუკეთ. ალლაჰ გაძლება მომეცი. ამ ხელა მაღაზიის გაქირავებას ვაპირებ. ჩვენ კი კლიენტად ქვეყანაში ყველაზე გაქნილი თაღლითი მოზებნე. თაღლითი რა მგონია? თვალი უნდა გაახილო, თვალი. კულა ვერ ისწავლე. ბურჰამე მაწმისწვნიანი გაცხელდა. ნახედით და შენ მაშულმა ჭამეთ. მე კი უნდა წავიდე და ვინ არ მივალო. რადგან სიმწრით დაგროვილ ქონებას უღირს მემკვიდრეს უტოვებ. ყველაზე მეტად გუფთა გიყვარს, არა? როგორი გუფთა გიყვარს? დედიკოს გაკეთებული. ჩემ ბიჭს დედიკო როგორ უყვარს? დედა რომ წავა რა ვქნათ? ტელევიზორს უყუროთ? დედიკო მახალი მულტფილმი მეკიდა, იმას უყუროთ. უყუროთ საყვარელო. რასაც გინდა იმას უყუროთ. დედას თავის მეგობართან რატომ არ მივყავარ? იმიტომ რომ ეგ ბავშვების ადგილი არ არის. მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ჩვენის მითხარი მინიატურში იყავი? ვიყავი? მართლა? დედამ წამოყვანა. მომიყევი იქ რა ნახე. აბზოლეუმი. კიდევ? მოჩეთები? კიდევ? კიდევ დოლმა ბახჩის სასახლე. მართლა კიდევ რა ნახე? კიდევ დიდი ხიდი. რა საყვარელი ხარ? ჩატყვაპავ. ჩატყვაპა ვიცოდე. ერთი გუფთა დარჩა. თან. მაგრამ ისე შეჭამა და მორჩა. ათლები. შეჰრაზად ხანიმ დონორს ვლაპარაკე, ძალიან გაუხარდა ფული რომ იშოვეთ. თანახმაა ჩამოვიდეს. თანხა ხომ ნამდვილად გექნებათ. იმიტომ გეკითხებით რომ ხვალისთვის ბილეთს ყიდულობს. შეჰრაზად ხანიმ რაიმე პრობლემა ხომ არ გაჩნდა? არა, ათლები. ყველაფერი რიგზეა. ნახვამდის. ნახვამდის. Mama შიერი დაიძინებს, თვითონ გადაწყვიტოს. წვნიანი ოთახში ხომ არ ავუტანო. Birçok noktada gördüğümüz bir uygulama da özellikle paletli ağır iş makineleriyla bu çukurların açılarak, hatta sadece 50 santim değil sizin dediğiniz gibi საღამოში
მშვიდობისა, ონურბეი. საღამო მშვიდობისა. მაგიდა ბოლო სართულზეა გაშლილი. გმადლობ. ჩანთა ჩემს ოთახში აიტანეთ. დიახ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ბურჰანბეი, შეერეაპირებს დაწოვას. Çorbanı getir. თუმიან სამოგიტან. Otursana biraz. ცოტა ხანს დაჯექი. Nadide Hanım. ნადიდე ჰანი. Otur dedim. გითხარი დაჯექი მეთქი. $150,000 საჭირო რა? Çocuğun ბავშვის მკურნალობისთვის. ბურჰანბეი, parayı veriyor. გულს მივცე. Torun ჩვენი შვილიშვილი Ahmet აჰმედს გავს? გავს? მაგრამ რაღაცით ჩვენს გამსგავსებ. რომელსაც ჩამოდის? ძალიან გამახარეთ. დიდი მადლობა. ღამ მშვიდობისა. ზემოდან გამდნარი კარაქი მოვასხი, შეჭამე სანამ ცხელია. გმადლობ. Nadide Hanım. ნადიდე ჰანი. Hani dedi იმ დღეს მითხარი შენს გულს მოусმინეო. sesini bir dinle. ოდო გულმა მითხრა ბავშვი გადამერჩინა. Sızladı. შევჭამ. 39. 39 წელი ერთად ვართ. Senin yüreğinin ne? გონი არ ვიცი კეთილი გული რომ გაქვს. Çok güzel oldu. გემრიელი წვნიანი მოგიმზადებია. შეგერგოს. ოღონდ ცოტა მლაშე გამოგცვლია. İçim yanıyor. ძალიან განვიცდი. İçim çok... ძალიან ბურჰანბეი. Bak müsaade et kızım. თუნებას მომცემ, გოგოს დავურეკავ და ვეტყვი რომ პაპა ბავშვს ფულს აძლევს. Dedesi. პაპა, Peki nasıl bu? როგორ დაუკავშირდები? Ha? Telefon numara. ტელეფონის ნომერი გაქვს? Var. მაქვს? İyi თუ ara. ასეა დაურეკე, რაღაც განიცდი. გამარჯობა. გამარჯობა. Siyah giymişsin. შავი ჩაგიცვამთ. Martin გლოვის ფერი. var mı? ამის მიზეზი არსებობს? ღამე შავია და იმიტომ. Oturmaz mısınız? არ დაждებით?
ტელეფონი გამორთული ან გასულია მომსახურების ზონიდან. ისიჩან? რამეს დალევთ? არა. გეჯე? ღამე შავია. ფარამბურდა. გული ჩანთაშია. გადავიღალე. ყოველდღე პრობლემები მაქვს. დავიჯერო ნორმალური პერსონალი ვერ უნდა ვიპოვო. ყურადღებით უნდა შეარჩიო ფუად. დაკვირვებით. სამსახურში იყვანისას გარეგნობა კი არა, საქმისადმი მათი დამოკიდებულება უნდა გაითვალისწინო. კარგი რა. თქვენი ახალი არქიტექტურა ამ პრინციპით შეარჩიეთ? არ მგონია. გავიგე ლამაზი ქალი ყოფილა. სილამაზე რა შუაშია. მაგრამ ლამაზია. შესაძლოა. მაგრამ მისი სილამაზე კი არა, ნიჭი გვაინტერესებს. ვით ელაპარაკობთ? ჰერმის ჰოლდინგში ერთი არქიტექტორი ქალი მუშაობს. ჯერ სულ ახალ ბედაა, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი პრემია მიიღო. ასეა ხოლმე. პირველი შთაბეჭდილების მოხსენა უნდოდა. რამდენიმე თვის მერე ვნახოთ რა სიზამს. კარგი რა. რამდენი ფირმის მმართველი იყავი? ეგ რა შუაშია ძვირფასო. ხალხს ისედაც კარგად ვიცნობ. მომართლა, ონური სად არის? ამ სახამოს რატომ არ მოვიდა? ონურის ამბავი ასე რატომ გაინტერესებს? შენ უნდა ჩაგაბაროს ანგარიში როდის მოვა და როდის არა. ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ? უბრალოდ შეგეკითხე. არ ვიცი, გაღიზიანებული ვარ თუ გასართობად ცუდი ადგილი შევარჩიე. მივდივარ, ღამე მშვიდობისა. დამიცადე, მას მოვდივარ.
შეჰრაზად ხანიმ. ხომ კარგად ხართ? თქვენმა ზარმა ძალიან შემაშინა. ფული მოვიტანე. ფული? ასეთი საჩქარო არ იყო. რომელი საათია? დოლარი ამაღამ ჩამოდის არა? ხვალიდან მკურნალობას დავიწყებთ. კარგად ხართ? კარგად ვარ. ყველაფერი კარგად იქნება შეჰრაზად ხანიმ. ქანი გამოჯანმრთელდება დამიჯერეთ. ნახვამდის. ჩემს შვილს ლეიკემია აქვს. ცვლის ტვინის გადასანერგად $150,000 მჭირდება. ონურბეის რომ ვთხოვე, როგორ ფიქრობ, მომცემს ვენო? არ ვიცი შეჰრაზად. მგონია რომ არ მომცემს. პატარა თანხა ხომ არ არის. $150,000, მაგრამ ჩემი შვილი უნდა გადავარჩინო ბენო. როგორ ფიქრობ, ასეთი უსინდისოა? დახანია მასთან ვმუშაობ, მაგრამ დღემდე არ შემიმჩნევია, რომ ასეთი სიკეთე გაეკეთებინოს. ონურბეი ძალიან მკაცრი ადამიანია. ფიქრობ, რომ არ მომცემს? არ ვიცი, უთხარი თუ გინდა, მაგრამ ფულს ვინ ჩივის? თუ გაიგო, რომ ბავშვი ყავს, შესაძლოა ყოველისთვის სამსახურიდან გამოგაგდოს. მე რა უნდა ქნა? ალა. გემუდარების სასწაული მოახდინე. გემუდარების სასწაული მოახდინე. ფული აუცილებლად უნდა ვიშოვო. სიბერე. რა? ზეჯერ არა მოსულა. ნახე რა სიწყნარეა. ხოლო ჩიდების ხმა ისმის. ახალგაზრდა რომ ვიყავი დილას ადრე ადგომა ძალიან მიჭირდა. ახლა კი დილაუთენე იმეღვიძება. დავფერდი. კარგი რა დედა. რა დროს სიბერია, ყოველთვის ადრე დგებოდი. იმიტომ რომ მამაშენს ადრე არ გომოუყვარდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო არ ავდგებოდი, მაგრამ მამაშენი დაგეძინა. მამა ჩემის ჭკუაზე რატომ ცხოვრობდი? სულ მამა ჩემზე ლაპარაკობ. როა დაივიწყო? ვინ დავივიწყო? მამაშენი? თუ ის ქალი მამაშენს რომ დაგვაშორა? ორივე. განსაკუთრებით ის ქალი. მე ადვილია. ვცდილობ დავივიწყო. მაგრამ ის ღამე მამაშენმა რომ მიგვატოვა, მეხსიერებიდან ვერ ამოვშალე. ვერ შევძელი. უდიადი. ბნელი ღამე. დავიწყება შეუძლებელია შვილო. შავი ღამე. დავიწყება შეუძლებელია. მოდი ამაზე ნუ ხარ ვილაპარაკებთ. დღეს კვირა. ასე ადრე რატომ მოხვედი? არ დამეძინა. რატომ? გვიან დაწექი და არ დაგეძინე? ძალიან იღლები. შენზე მნერვიულობ. უამრავი თანამშრომელი გყავთ. არქიტექტორები და კიდევ სხვები. ყველაფერი შენ რატომ უნდა აკეთო? თანამშრომლებმა იმუშაონ. მამა შენიც ასეთი იყო. რა მოხდა? მივდივარ დედა. საუზმე? არ მინდა. ოპიდე. გმარა, საკმარისია. კიდევ ცოტა ხანს პაპა გთხოვ? მეტი აღარ შემიძლია შვილო დავიღალე. ვასია კრიალოსანი მათხოვა. აი გამომართე. რატო პაპამ რა მომცა?
აჩვენე. მომეცი. არ მოგცემ. მომეცი. მურჰამბე მიირთვი. თურქული ყავა? რაჰათ ლუკუმიც? დიდი მადლობა ნადიდეჰანი. გემრიელად მიირთვი. ძალიან მასიამოვნე. ველა რა ხდება ყავას არ მომიდუღებ? შენმა ცოლმა მოგიდუღოს ალი ეფენდი. ჩემი ცოლი მე მემსახურება. ადექიფოსუნ. რაჰათ ლუკუმი მეწმინდა. პაპა მე მომცა. ერთი წუთით მეც მათხოვე უნდა ვნახო. ჩემი კრიელოს ალი დამებრუნეთ. მომეცით. სახს ვინ უდარბი ხართ? არ შეიძლება. მოდით მადაგიძრა, მოდი. დღეს კვირაა. მთელ დღეს სახლში უნდა ვისხდეთ? პიკნიკზე ხომ არ წავსულიყავით? ალი, იმ ადგილს რა ერქვა იმ დღეს რომ ვიყავით? სუმწონეში რომ იყო ჩაფლული. გუზელსუს გულისხმობ? ხო, რაც ერქვა. მაყალზე შემწვარი ხორცი ვჭამოთ, დავისვენოთ. რა სიტყვი ნადიდეჰანიმ? კარგი იქნება, ბავშვებიც გაერთობიან. მართლაც კარგი იქნება. წავიდეთ. დედა, თქვენი ცისფერი კაბა ჩაიცვით. ალმასითლიანი გულსაბნევიც გაიკეთეთ. ძალიან გიხდებათ. და ხანი არ კეთებიათ. ულამაზესი გულსაბნევია, ძალიან მომწონს. რას არ იტყვი ხოლმე ფოსუნ? პიკნიკზე ალმასის გულსაბნევით ვინ დადის? რატომაც არა? გონია გულსაბნევს მარტო ქორწილებში იკეთებენ? ავდგეთ, დროს მოღარ დაუკარგავთ. ამძებს აქ გავაცროთ. ამას აქ. ახლა ციტები გაშალე. დედიკო მოვიდა. დედიკო. შვილო. როგორ ხარ ზურფასო? გამარჯობა ბენო. არ გელოდებოდი, ადრე მოხვედი. მოვედი. ქარმა ხომ არ გაგაწვალა. რას ამბობ დედიკო, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ყავს. შვილო, ოთახში შედი. ცოტა ხანში მეც მოვა. შეხესეთ რამე მოხდა? არაფერი. ფული იშოვე? იშოვე და უკვე ადგილაბერის მივეცი. მართლა? დონორი ამაღამ ჩამოდის. ხვალიდან მკურნალობას ვიწყებთ. როგორ გამახარე, მაგრამ ზურფასო, ასეთი შეწუხებული რატომ ხარ? დავიღალე ბენო. ხომ არ გეტყინება ცოტა ხანს რომ დავიცინო? რას ამბობ, წათი დაიცინე. უთხარი მაწონით მოიტანონ ბავშვებს უყვართ. ახლა ვეთყვი. რადიოს მოახრიალებ. ტალღას ვეძებ. მომეცი მე ვიცი მამას რომელი ტალღა უყვარს. ბავშვებს მაწონი მოუტანენ. ახლა თურქული სიმღერები იპოვენ. აი ასე. მადლობ ბრძალო. ეს შენი სიმღერაა ნადიდეჰანიმ. ჩემი როდიდან გახდა ბურჰანბე? დღეიდან. ალი კემალ. ისმენ. მაწონი ბავშვებს, გმადლობ. შენს დაისხე. მამა რას ამბობ? კარგი რა გონია არ ვიცი ის რომ გიყვარს. არა მამა რას ამბობ? გაჩვენდი. სახლში მთვრალი ხშირად მოსულ ხარ, ასე არ არის ნადიდეჰანიმ. დილამდე აღებინებდი ხოლმე, სმაც არ იცოდი. დედა შენი გიცავდა. ამბობდა რაღაცა მაწყინა, კუჭი გაუღიზიანაო. გამომართე. არ მინდა მამა, წყალი და ყინული დაამატე. მიდი ჩაყარე ყინული. ვითომ არ უნდა, მეც დავიჯერი არა? უცოდე დავლე მამა. დალია. უკვე შვილების პატრონი ხარ. წესით სანამ ბიჭი არ გეყოლება უფლება არ უნდა მომეცა, მაგრამ მნიშვნელობა აღარ აქვს. რაღა დარჩა, სულ რამდენიმე თვე. ო, ასეა. დალია.
ზალო, შენ ლუდიდალია. რას ამბობთ, მამა? ხომ არ გინდა თქვენი შვილი დათვრეს? დაიბადოს. მალე დაიბადოს და დილამდე უნდა ვიქეიფოთ. ჯერ არ არის მზად. შიმშილით მოვკვდი. უკვე მზადაა, მამა. მამას კოტლეტები კარგად შეწვი. ბავშვობის წილი მაღალზე დატოვე, არ გაცივდეს. ძვირფასო. ბენო. ჩემო მეგობარო. როგორ გაგაწვალე? სახლში წადი. უკეთ ხარ? ო. ცუდად რომ გამოიყურები, რა მოხდა მითხარი? Ölmüş gördüm rüyamda. დამესიზმრა რომ გაანი მოკვდა. არა, ალაჰმა დაიფაროს. Öyle büyük bir acıydı ki ერთად მოგცემ როგორ ვიტანჯებოდი. ben de ölmek მინდოდა მეც მომკვდარიყავი. ხიდიდან გადავხვდი, მაგრამ არ მოვკვდი. თავი ჩამოვიხრჩვე, მაგრამ მაინც არ მოვკვდი. Allah'ım. Bu acıya nasıl ალაჰ ვთხოვდი ამ ტკივილს ვერ გავუძლებ. benim de ჩემ შულთან წამიყვანე მეთქი. aklına getir. თუ ძენ ვფიქრობ. შეჰრაზად იცოდე, რაც გააკეთე, ყველაფერი სწორად გააკეთე. დამიჯერე ასე. Eminim. დამიჯერე. იცისფერი კაბა რატომ არ ჩაიცვით, დედა? ალმასის გულსაბნევსაც გაიკეთებდით. იმ ალმასის გულსაბნევს რას ჩააციდე ბოსონ? უბრალოდ მიგვირს რომ არ იკეთებთ. ძალიან გიხდებათ. დილიდან იმ გულსაბნევზე რატომ ლაპარაკობთ? ისე მამა, დედა ძალიან უხდება და მეკითხები რატომ არ იკეთებ მეთქი. სად წაიღეთ? მინმეს ხომ არ მიეცით? თქვათ მისცა. ნებართვა შენგან უნდა აიღო? გულსაბნევი მას ეკუთვნის. მამამისის დანატოვარია. თუ მოუნდება სხვას მისცემს, თუ მოუნდება სხვაში გადააგდებს. არა მამა, მაგის თქმა არ მინდოდა, ნივთი ვისაც უნდა იმას მისცეს. უბრალოდ დამაინტერესა. შენ სხვა რამე ხომ არ გაინტერესებს, ბოსუნ ჰანიმ. კარგი, ამაზე ნოღარ ვილაპარაკებთ. ალი ქემალ. არ დამოვიწყდეს რომ გითხრა. ხვალ ბანკი გააფრთხილე. $150,000 უნდა გამოვიტანო. $150,000? რისთვის? ჩემი შვილიშვილის მკურნალობისთვის. გულიას ბადრიჯნის ტოლმა გავაკეთებინე. ძალიან უყვარს, მაგრამ პირი არ დაუკარებია ქერემბეი. დღეს სულ სხვანაირია. იქნებ თქვენ დაელაპარაკოთ. ნუ შეჭამს არა უშავს. ფირდევს რატომ აბრაზებ მეგობარო? ძალიან მაბრაზებს. როგორ ხარ? ბადრიჯნის ტოლმა არ გიჭამია. ეს სუდის ნიშანია. რა ქენი? მთელი დღე სახლში იყავე? დილას დედა ჩემთან ვიყავე. მერე დაუბრუნდი და მთელი დღე მეძინა. რადგან მთელი დღე გეძინა, ესე იგი, წუხელ არ დაგიძინია. შენ რა ქენი? მე სარსად წავსულ ვარ. სახლში ვიყავი, დედა ჩემს გარს ვეთამაშებოდი. აბა, ღამემ როგორ ჩაიარა? მოლოდინი გაამართლა? შვილიშვილიო, გაიგონე, შვილიშვილი დაუძახა. შვილიშვილის მკურნალობისთვისო. ის ბავშვი მისი შვილიშვილი როდის მერე გახდა. ცოტა ხნით მისი დანახვა არ უნდოდა. აჰმედსა და მის ბავშვს უარი თქვა. ყველაფერი დედა შენის ბრალია.
Hep annenin yüzünden. იცი, Biliyorum ben. მამა შენი მან აიძულა. İstekledi baba. მოსვენება არ მისცა. Doldurdu hep. რა ქნას? მისი შვილია. Ali ალი ქემალ, ნუ გამაგიჟებ. დღემდე იმ ბავშვის არსებობა არავის ახსოვდა. რუსონ გაჩვენდი რა გთხოვ. Ne kadar ეს ყოფილა. გავლენიან ბურჰან ევლიაოხლუს თავის ჭკუაზე ატარებს. თურმე რა ადვილი ყოფილა? რა ადვილი? kolaymış. გაჩვენდი კმარა. არ გავჩუმდები. ბავშვი ერთი უბრალო ქოში რომ ვუყიდოთ 1000 ჯერ უნდა დავფიქრდეთ. მამა შენი კი ამ დროს $150,000 ვისაძლევს. ბავშვი აღარ არის ფოსუნ სამკურნალოდ მისცა. ჩვენი ირგვლივ უამრავი ავადმყოფი ბავშვია. ყველას ამდენი ფული უნდა მისცეს? რა ვქნა რა გავაკეთო მამა ჩემი მოკლა? Orası. არ ვიცი. Bugün დღეს ფული მისცა. ხალხი შვილიშვილად აღიარებს. რა სისულელია? o zaman იცოდე ინანებ. ჩემს სიტყვებს მაშინ გაგახსენებ. ზუგი ყალე მომიტანე. Yatıyor mu? წვები, Erken ჯერ ხომ ადრეა. არ დავიძინებ. უბრალოდ წამოვწვები. yapmıştım. ლიმონათი მოგიმზადე, ცივია. გესიამოვნება. დავლევ ნადიდე ჰანიმ. რადგან შეწუხდი და მომიმზადე დავლევ. რა შეწუხებაა? მადლობ. გონია შენი ერთი ღამის თავგადასავლები ძალიან მაინტერესებს. თუმცა როგორ არა? ნუ მომიღებენ. რადგან საიდუმლოდ ინახავ, ესე იგი ის ქალი შენთვის სულ ერთი არ არის. ამას უკვე მივხვდები. Öyleydi. ასე იყო. Dün gece. წუხამდელ ღამემდე. Bak konunun özüne geliyor. ეს უკვე საინტერესოა. იმ ქალმა რითმი გიზიდა. Yani. Galiba მეგონა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. bu başka. სრულიად განსხვავებულად. მერე Değilmiş. შევწდი. Hepsi aynı. ყველა ერთნაირია. Ya da tecrübe etmiş. ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი. Ben sana ne diyorum? რამდენჯერ გითხარი მეგობარო? Kadınların da... ქალებს სიყვარული, გრძნობები არ აინტერესებთ. რა აინტერესებთ? ფული, ძალაუფლება, გავლენა. Aşktan başka. ყველაფერი სიყვარულის გარდა. Söyler misin? მითხარი, Bir kadın. როგორ უნდა მიხვდე რომ ქალს უყვარხარ? Nasıl yani? რას გულისხმობ? Yani. რა უნდა გააკეთოს ქალმა ისეთი რომ მის სიყვარულში დარწმუნდა? Öyle yaparsa seni გონი კონკრეტულად არაფერი. o belli. მისი საქციელით მიხვდები. Etmiyor. ასე არ არის. Sen az buçuk. თავიდან ყურადღებას აქცევ. Gözün tutarsa daha... თუ მოგეწონა უფრო მეტ დროს უთმობ. Duvara. ბოლოს კი ხვდები რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელეა. Çok fena sarı. როგორ ჩანს გული ძალიან გადგინა. ის ქალი ვინ არის? Kimse kim? რა მნიშვნელობა აქვს? ერთი ქალია. Allah Allah. İyi de ne yap? ასეთი რა მოხდა? İşi yapmış. ალბათ მიზეზი გაქვს რადგან ასე ლაპარაკობ. Kimse değer vermişim işte. O ილუზიების დღეობაში უკვე მე რამდენად აღმოჩნდი. Bak sen ანუ ქალმა რომელიც მოგწონდა ერთ ღამეში ოცნებები დაგიმსხვრია. yerle bir edecek. ეს ყოველ უბრალოდ არ მოხდებოდა. ასეთი რა ჩაიდინა. Ne yaptı? gecenin belli. ამის საფასური გადავუხადე კერემ. Nakit o. ნაღდი ფულით. Yeter. ახლა რა სიტყვი? Ne diyorsun? რა თქვი? არ მისმის. 12 წლის განმავლობაში ამ ოჯახში ვისთვის სწავლობ? იმისთვის რომ ერთ დღეს ვიღაც ქალი ავადმყოფ ბავშვთან ერთად გამოჩნდეს და მთელი ქონება წამართვას? ჯანდაბა. Ali Kemal. ალი ქემალ, რამე მოიფიქრე? Koskoca sen. გეუბნები ის ბავშვი მოვა და ჩვენს ქონებას დაეპატრონება. Ne yapayım peki? რა ვქნა მითხარე? გამოსავალი იპოვე. Ay deli ol. ნამდვილად გავგიშტები. Ne yap ya? როგორ მე მოახერხე რომ მამა შენმა იმ ქალს ფული არ მისცეს? Nasıl მე რა შემიძლია? Yarın banka რა ვერ გაიგე? მითხრა ხოლ ბანკი გააფრთხილეო. akşama kadar masası. ხოლ საღამოს მამა ჩემს ფული თუ არ ექნება, ვერ გადაბურჩები. O zaman artık აღარ არის დრო რომ მამა შენის ნაცვლად გადაწყვეტილებები შენ მიიღო. რა? რაც გაიგონე? öyle. Karar senin. გადაწყვიტე. Eğer o çocuk ის ბავშვი მამა შენმა შვილიშვილად თუ აღიარა, რა? beni yok. დამკარგავ.
ნეტავ რა ხდება შეჰრაზას დღეს უკვე მე რამდენი დავურეკე მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს კიდევ ვთქვი იქნებ ჩართო შეეშვი საჭირო არ არის ფული მზად რომ იქნება თვითონ დაურეკავ და ვეტყვი პულტი სად არის ვერ ხედავ Televizyonuz? ტელევიზორს გინდა უყურო გამოვიფიქრე მოდი სალაპარაკო გვაქვს Burhan Bey bir şey söyle. რაღაც მინდა გითხრა Ben ის ალმასის გულსაბნევი ვიცი ბავშვის დედას მიეცი მივხვდი ჩემთვის რომ გეკითხა გეტყოდი არ მისცე საჭირო არ არის მეთქი ნადიდე ჰანიმ მაგრამ გულსაბნევი შენი იყო მამა შენმა გაჩუქა ამიტომ აღარაფერს გეტყვი ოღონდ ახლა კარგად მომისმინე იმ ფულს შენი ხათრით ვაძლევ შენ რომ ასე არ გენერვიულა იმ ქალს 50 ქურუშსაც არ მივცემდი Burhan Bey ბავშვი რა შუაშია ბავშვი არაფერ შუაშია ყველა ბავშვი უწოდველია ნადიდე ჰანიმ ჩემთვის აჰმედის ბავშვი და ნებისმიერი ქუჩის მაწანწალა ერთია ეს კარგად დაიმახსოვრე დაფიქრდი რა საბობ შენი შვილია არა ჩემი შვილი არ არის გუშინ რომ სხვანაირად ამბობდი ისე ვთქვი ჩემმა შვილმა ჩემს სიტყვას პატივი არსა წავიდა და იმ ქალზე ჩუმად იქორწინა არაფრად ჩამაგდო ამიტომ არც მისი შვილი მაინტერესებს სანამ დაქორწინდებოდა რამდენჯერ გთხოვა ქრემლ-მორეული რამდენჯერ გემუდარა რომ ქორწინების ნება მიგეცა ნუ ყველაფერი დაგავიწყდა კარგი რა ნადიდე ჰანიმ გაჩუმდი მომისმინე გულს ვერ უბრძანებ oğlumu ჩვენს ბიჭს ის გოგო შეუყვარდა ne olur რა დაშავდებოდა დაქორწინების ნება რომ მიგეცა გრძნობები არაფერს ნიშნავს ნადიდე ჰანიმ წარმავალია გულმა რა იცის გული სულელია ადამიანისთვის გრძნობები ყოველთვის სიკეთის მომდანი არ არის benim მე თუ შემიყვარდი განა ბედნიერები არ ვიყავით Öyle değil. ასე არა აბა კიდევ მაჩვენე შეხედე აი ასე შეხედე Bak. გამომივიდა Bak yaptım. ნახე რა ლამაზად გამომდის Harikayım ben. ნახე კან hazır mısın? მზად ხარ Gidelim. წავიდეთ ნურჰაიათ ჰანიმ გისმენთ ნურბეი დუბაის პროექტის ჯგუფთან თათბირი დანიშნე 10-ის ნახევარზე დიახ Anne. დედა Anne. დედა რა უშვილო Hastanede. საავადმყოფოში მარტო ვიქნები არა საყვარელო ყოველდღე მოვალ დილა შუა დღეს და საღამოს თანაც განსაკუთრებულ პალატაში დაგაწვენენ ექიმებსა და ექნებს კოსმონავტები ვითეცმევათ შენ მეც არ ინერვიულო კარგი არ ვინერვიულებ
ალო შეჰრაზად ჰანიმ ნურ ჰაიათი ვარ ჰოლდინგიდან გირეკავთ გისმენთ ონურბეი მთხოვა დუბაის ჯგუფთან თათბირი დამეგეგმა თქვენ წინასწარ შეგატყობინეთ მართლა რომელ საათზე 10-ის ნახევარზე 10-ის ნახევარზე რას ამბობთ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს 10-ის ნახევარზე ვერ მოვალ ცოტა დამაგვიანდება გასაგებია და ონურბეის რა ვუთხრა ნურაფერს ეტყვით 15 წუთზე მეტი არ დამაგვიანდება როგორც გნებავთ ნახვამდის ნორვეგიაში გიდიჯექსინს დი შემაშინდა ნორვეგიაში არ წასულიყავით მეჰრიბან ხანიმ ჩამოსვლა ძალიან მინდოდა ხომ გითხარით აქ ჩემი სამშობლოა იქი გა რა კარგია რომ ჩამოხვედით სხვა დონორის მოძებნას ვერ მოვასწრებდით ბავშვი მართლა ასე მძიმე რა არის შეჰრაზად ხანიმისთვის თქმა ვერ გეუბედე ამას ის გემის თქვენ რომ არ ჩამოსულიყავით ბავშვს ვეღარ გადავარჩენდით შევზანდით გმადლობთ გამარჯობა გამარჯობა ერთმანეთი გაიცანით მეჰრიბან ხანიმი ბაქოდან წუხელ ჩამოვიდა როგორ ბრძანდებით გმადლობთ კარგად დაბრძანდით კარგია რომ ჩამოხვედით მეჰრიბან ხანიმ არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ რას ამბობთ რასაყვარელი ბიჭია მოდი ჩამეხუტე მიდი შვილო მოდი ჩემთან მე მიჰრიბანი მქვია შენ? ქანი რა ამაზი სახელია ასე რატომ ლაპარაკობ აზერბაიჯანელი ვარ არ გესმის რას ვამბობ დედიკო არის ნერვიულო კარგად ვიქნებიო იმის მაგივრად მე გავამხნებო ბავშვი თვითონ მამშვიდებს დედიკო იცი ძალიან ჭკვიანი ბიჭი რომ გყავს ვიცი ჩემი ბიჭი ძალიან ძლიერია ერთი თვის მერე ყველაფერი დაგავიწყდება შეჰრაზად ხანიმ დამიჯერეთ დიდი მადლობა ათილაბეი პროცედურების თანმიმდევრობა უკვე იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. დღეს ქაანის ქიმიოთერაპიის კურსს ვიწყებთ. ეს მაქსიმუმად დღეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მეჰრიბან ხანიმის ძვლის ტუნიდან აღებულ უჯრედებს ქაანს გადაუნერგავთ. ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ განმეორებით ანალიზს გავუკეთებთ. თუ მკვდარი უჯრედები გამოჯანმრთელდება, ჩვენი პატარა კარგად იქნება. იმედი მაქვს, ჯერა რომ ასე იქნება. რამდენი დღე დასჭირდება? სავარაუდოდ 3 კვირა. შესაძლოა 2 კვირაც საკმარისი აღმოჩნდეს. ჯერ სულ ერთი ციცქნა დღეს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ხოლ უკეთესად ვიქნებით ბედის წერამ ერთმანეთს შეგვახვედრა ეს ასიკეთო ნიშანია ბედნიერი იქნებით ყველაფერი მოგვარდება ისევ პორტოხლიანი ქურაბია. ამ ჰოლდინგში თათბირის დროს ყოველთვის გვიმასპინძლდებიან. ასეა მოგსინბეის დროიდან ეს ტრადიცია. ялчинბეი, დიდი ხანია აქ მუშაობთ? დაარსებიდან ოფისი სალი ფაზარში გქონდა. ეს შენობა მაშინ არ არსებობდა. რამდენი წლის ბრძანდებით? უხერხული კითხვა დაგისვით არა? ლევენტ.
სელიმის სახში შენი სტუმრები დღეს შემოდიან? ხო, დღეს თათბირიდან ადრე უნდა წავიდე. იჩქიმისა. თუ გინდენ უნდა ესწრები. არა, სანამ ჩამოვლენ რომ აქვს. მოგვიანებით წავალ. პროექტის ბოლო ვარიანტი მაინტერესებს. ნახოთ შეჰრაზადანიმმა როგორ იმუშავა. დილამშვიდობისა, კოლეგებო. გამარჯობა. 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 დანარჩენები სად არიან? ონურბეი ბენუჰანიმი დღეს მშენებლობაზეა. შეჰრაზადანიმი კი ჯერ არ მოსულა. გასაგებია. bizim şehraz. შეჰრაზადანიმს ნუ დაველოდებით. როგორ ჩანს მისი განრიგი ჩვენსას არ ემთხვევა. ონურ, ჯერ 10:25 წუთია, 5 წუთში თუ არ მოვა დავიწყოთ. ელჩინბეი მართალია, ყავადავლიოთ. ქურაბი ეგოსინჯოთ. რომელი ხილით არის? პორტოხლით. მადლობთ. გადასასვლელი კონსტრუქციის პრობლემა შეჰრაზადანიმმა მოაგვარა. მოვა და თვითონ უკეთესად აგიხსნით. დიახ, ალბათ აგვიხსნის. რა თქმა უნდა, თუ მოვა და თათბირს დაესწრება. ველოდებით. ოკეანის მხარეს გამავალი ფასადის პროექტი დაამუშავეთ, რა გადაწყვიტეთ? შეჰრაზადანიმთან ერთად ესეც მოაგვარეთ. მოაგვარეთ. დიახ, მოაგვარეთ. ონურ, პრობლემის გადაჭრის იდეალური ვარიანტი შემოგთავაზა. სიმართლე გითხრა გაოცებული დავრჩი. კარგი იქნება ამ იდეალურ ვარიანტს ჩვენს თუ გავეცნობით. ამის საშუალება რატომ არ გვაქვს? ნახაზი კომპიუტერშია, მაგრამ კომპიუტერის არაფერი გამეგება. ელჩინბეი, კომპიუტერი რომ გესწავლათ, ახლა ყველაფერს თვითონ აგვიხსნიდით. შვილო, ამას აქში რაიმე ახლის სწავლა ადვილი გონია? შეგნებოთ ფასადის პროექტი შეჰრაზადანიმის მოსვლის შემდეგ განვიხილოთ. არაჩვეულებრივია, თათბირიც ამას ქვია. უკაცრავად ონურბეი თათბირს გაწყვეტინებთ, მაგრამ თათბირი არ შედგა ნურჰაიათანიმ, გისმენთ? ქერენბეისთან სტუმრები მოვიდნენ. უნდა დაგტოვოთ. უკაცრავად გზაზე დიდი საცობია, სხვა გზით ვერ წავალთ. სხვაგანაც იგივე მდგომარეობაა. სტამბოლში ყოველთვის ასეა. ეს მოსამზადებელი პროექტია. ძირითადი სამუშაო პროექტი სად არის? თითქმის მზადაა. რას ნიშნავს თითქმის? სამუშაო პროექტი მჭირდება. რისთვის შევიკრიბეთ? მართალი ბრძანდებით ონურბეი, მაგრამ ძირითად პროექტზე შეჰრაზადანიმი მუშაობდა. გასაგებია. სხდომა დამთავრებულია, მეგობრებო. დილამშვიდობისა. თქვენი ყავა, ონურბეი. Sağ olun Nurhayat. გმადლობ ნურჰაიათ. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? Yok. არა. Şehrazat'ın შეჰრაზადანიმი ჯერ არ მოსულა? არა. ონურბეი ძალიან გაბრასა? ძალიან. არ მისმის ამბიც რა ემართება. ამით საქმე რომ ფუჭდებოდეს კიდევ გავიგებდი, მაგრამ მეტამშენებლობაზე დღეს არ წავსულიყავი. შეჰრაზადი საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება, ელჩინბეი. დამიჯერეთ. ასეთი რომ სხვა დროს არ მომხდარა. ხო, მაგრამ უკვე მეორე დაიგვიანა. ასე თუ განაგზო, პრობლემები შეექმნება. დააფრთხილე, რომ ეს აღარ განმეორდეს. გამარჯობა, ნურჰაიათანი. ონურბეი მელოდება, შებრდანდით, გელოდება, ძალიან გაბრაზებულია. სად ხართ? თქვენთვის არ ვთქვამთ, რომ თათბირიათის ნახევარზე იყო დანიშნული. ბოდიშკი ხდით. მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. რა საქმე? მირზაზე კაპიტალს აბანდებდით და ვერ მოიცალეთ? ამით რისი თქმა გინდათ? შეჰრაზადანიმ. birlikte ალბათ ხვდებით, ჩემთან გატარებული ერთი ღამე უპასუხისმგებლად მოქცევის უფლებას არ გაძლევთ. რა?
პირობა წამომიყენეთ, რომ ეს ღამე საქმიან ურთიერთობაზე არ აისახებოდა. თუმცა პირობას თქვენ თვითონ არ ყოფთ. ანურბე, გთხოვთ. დუბაის პროექტს თქვენ ხელმძღვანელობთ, ნებისმიერი უპასუხისმგებლო ნაბიჯი შესაძლოა პროექტისთვის დამღობელი აღმოჩნდეს. მზად ვარ სამსახურიდან წავიდე. ამას არავინ გაიძულებთ. ვერ დაველოდები, სანამ მაიძულებთ. რა ხდება? თუ თათბირზე დაგვიანება ჩემს შესაძლებლობებს ეჭქვეშ აყენებს, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა შეუძლებელია. პრობლემა საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ჩემს პასუხისმგებლობებს მშვენივრად ვაცნობიერებ. შესანიშნავია. აი ძირითადი სამუშაო პროექტი. ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია, მაგრამ როგორც ხედავ, არ მენდობით. ასეთ ვითარებაში კი მუშაობა შეუძლებელია. შეჰრაზად ხანიმ, გთხოვთ. ქერემბე, მე და ონურბე ვერ შევთანხმდებით. რას ამბობთ? საგამათო რა გვაქვს? დამშვიდით და დაბრძანდით. არა, ქერემბე, მივდივარ. შეჰრაზად ხანიმ. ვერ ხვდები რა ზევგამათობთ. მართალი ხარ, 9 საათია უაზროდ ვგამათობთ. დავსხდეთ. მოაზვიადებთ. მე არ ვაზვიადებ. გთხოვთ, დამშვიდით. მესმის სერიოზული პროექტია, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა დაძაბული ვართ. ნებისმიერი წვრილმანი გვაღიზიანებს. შევეცადოთ ერთმანეთს გავუგოთ. ქერემბე, ისეთ პირობებში მუშაობა, სადაც არ მენდობიან შეუძლებელია. ვინ არ გენდობათ? არ მithქვამთ თქვენს პროფესიონალიზმს არ ვენდობი მეთქი. საქმეს თავის შესანიშნავად გაართვით. მინდა მომავალშიც ასე გაგრძელდეს. გაგრძელდება თუ ამის საშუალებას მომცემთ. კარგი, ამაზე ნუღარ ველაპარაკებთ. დავსხდეთ. დასხდით, დავიწყოთ. პროექტი რომ ვერ მოგვესწრო ან სხვა სერიოზული შეცდომა დაგვეშვა, ხმას არ ამოვიღებდი. მაგრამ ვერ ხვდები დაგვიანების გამო გენერალური დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი ერთმანეთს რატომ ეკამათებიან. მართალი ხარ? რა სისულელეა? გარგე. უთხარი რამე სასმელი მოიდანა. თქვენთან გამათი დღელი გამიშრა. ალბაბა. გამიმართვი მამამ. ფული მზადაა. დაათვლევინე ალი კემალ. საიდერდო. დაათვლევინე. ელინ კარს. ვიღაც ქალის ბავშვს $150,000 აძლევ. სასწაულია. რა თქვი? ვერ გავიგე, რა თქვი კიდევ გაიმეორე. ასე არ არის მამა. ხომ თქვი აჰმეთის სულწულს არასოდეს მივიღებო. ახლა რა შეიცვალა? ის ბავშვი ასე უცებ რატომ შეგიყვარდა? ასეთი უსინდისო როგორ ხარ? ბავშვი ავად არის. ყვდება. მე რა ვქნა თუ ავად არის? ბავშვის დედა მიცოდა რომ აჰმედის ოჯახში არასასურველი რძალი იყო. ახლა წავიდეს და ეგ ფული სხვაგან იშოვოს. ბოლო დროს ენამედის მეტად დაიგრძელი ალი. მიზეზი ვინ არის? შენი ცოლი? მამყუნებ მამა. ეგ ფული ციდან ხომ არ ჩამოწვენილა? ფულის შოვნა შენ მასწავლე? მე რომ არა ერთ პატარა მაღაზიასაც ვერ გახსნიდი. მამა. ალი კემალ. იცოდე ენა დაიმოკლე. ალო? საღამო მშვიდობისა შეჰრაზად ხანიმ. ბურხან ევლია უღლუ ვარ. რატომ მირეკავთ? ისე შეურაცხყოფა რომ მომაყენოთ? ფული მზად არის. ოფისში მოდი და წაიღე. რა? თუ არ გწალია ჩემს ბიჭებს გამოვათან. შენი მისამართი მომეცი. არ შეგაწუხებ. ნადიდე ხანიმ სუმადლოდე, ბავშვის ამბავი ძალიან განიცადა. ალო. გაიგე რას გითხარი? თქვენი ფული აღარ მჭირდება. ვერ გავიგე. ფული ვიშოვე. შვილიშვილის გადარჩენა მეტის მეტად დაგაგვიანდა ბურჰანბეი. ნახვამდის.